მადლობა ღმერთს, რომ ღმერთმა ყველა გარემოება შექმნა, რომ ჩვენ ვიმყოფებოდეთ აქ. მადლიერად მისი, ჩვენ შევხვდით, რომ ერთად ვილოცოთ და ვიყოთ ერთობაში, ერთმანეთთან მოზიარეობაში. სანამ ვილოცებდეთ, შევეხოთ ღმერთის სიტყვას, გავიზარდოთ წმენაში და უფრო მტკიცეთ, უფრო გულმოდგინოთ, რომ ვილოცოთ ყველამ ერთად. დღევანდელი ქადაგება შეეხება, რა თქმა უნდა, შობის დღეებია, ქრისტეს შობას და რა არის მნიშვნელოვანი ჩვენ ქრისტეს შობაში. გავუსვამთ ამ საკითხებს ხაზს და განვიხილავთ მნიშვნელოვანს რა არის ქრისტეს შობაში. სანამ შევეხებოდეთ სიტყვას, ერთად შეგვიძლია ვილოცოთ, მოამზადოთ ჩვენი გულები, მივმართოთ ჩვენი გულები უფლისაკენ, დიდებულო ღმერთო, მამაზეციერო, მადლობელო იესო ქრისტესათვის, რომ მოავლინე ქრისტე თვითონ ჩვენთაგანისათვის, რომელიც მოვიდა ჩვენს გამო აქ მიწაზე, ის განკაცდა, დადიოდა ჩვენ შორის, გაითმინა ჯვარი, ის მოვიდა და აღდგა ჩვენს გამო, რათა მივიღოთ საუკუნო სიცოცხლე. მადლიერი ვარ დიდებულო ღმერთო ყველაფრისათვის, რომ ქრისტეში ვარ გამოსყიდვა და მადლიერი ვარ, რომ ჩვენ საჭიროებთ ამ გამოსყიდვა თვითონ ჩვენთაგანი, ჩვენ გაგვიცხადეთ თვითონ ჩვენთაგან ეს ნათელი გზა სიცოცხლისა, რომ იესო ქრისტე გახდა ჩვენი უფალი, ჩვენ ცხოვრების მეუფე, წარმმართველი და მადლიერი ვარ ყველაფრისათვის, იესო ქრისტესათვის დიდებულო ღმერთო და სულ სიცოცხლისა, სულ წმინდა წარმართე დღევანდელ მსახურება. რომ შენ სიტყვას მოედანოს მრავალი ნაყოფი, დამკვიდრდე ჩვენ გულებში და დღევანდელ დღეს განდიდე შენი სახელი წმინდა სამებაო მამაო ძეო და სულო წმინდაო. ამინ. ეს მუხლი ვიცით, ჩვენ შევეხებით ლუკას სახარების მეორე თავის მე-11 მუხლს, ვკითხულობთ მოკლედ, მაგრამ შემდეგ გამოვყოფთ საკითხებს რა არის შობაში ყველაზე მნიშვნელოვანი. ლუკას მე-2:11 ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში ჩვენთვის იშვა მაცხვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. მე მინდა 4 რამ გამოვყო. პირველი, რა არის შობის აქტუალურობა, რითი არის აქტუალური უფლის შობა. მეორე, შობის რეალურობა, რომ ეს შობა რეალურად მოხდა. მიზეზი შობისა რა იყო და შობის შედეგი. თვითონ იესო ქრისტე ღმერთია და მისი დაბადების დღე აქ მიწაზე ეს ის დღეა, როდესაც ის მოვიდა მიწაზე. და რა არის შობის აქტუალურობა? განსაკუთრებულობა. რომ განსაკუთრებულა ის არის, რომ ის მოვიდა მიწაზე თვითონ ღმერთი განკაცდა. ფილიპერთა 2:6, რომელიც ღვთის ხატება იყო და მიტაცება დართვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას. თვითონ იესო ქრისტე მოვიდა, რათა იცხოვროს ადამიანთა შორის. გარკვეული დროით. ეს დრო განსაზღვრული ქონდა მას აქ მიწაზე. ეს არის აქტუალურობა, განსაკუთრებულობა შობისა. ღმერთი განკაცდა, მოვიდა გარკვეული დროით აქ მიწაზე. თავისი განსაკუთრებული მისიის აღსასრულებლად. ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტეს შობა არ დაწყებულა ბაგაში ძვირფასნო, ის იყო ქვეყნიერების შექმნამდე. ის იყო ღმერთი. ის იმყოფებოდა მამის წიაღში და ის განკაცდა. კოლოსალთა წერილში წერია. პირველი თავის 15-16. ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, ლაპარაკია ქრისტეზე, პირმშო ყოველი ქმნილებისა. ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და მიწაზეა, ხილული და უხილავი, ყველაფერი მის მიერ არის წერია, მისთვის არის შექმნილი. რაც შექმნილა. ანუ ის არის მეუფე ყოველივეს შექმნილი. და იესო მოვიდა ჩვენთან ადამიანის სხეულში თვითონ.
ბიბლია ამბობს, თუ ჩვენ ვიხილეთ იესო, ჩვენ ვიხილეთ ღმერთი. თუ ის ღმერთია და ღმერთი ჩამოვიდა მიწაზე, მაშინ ამაზე აქტუალური დღესასწაული კაცობრიობის ისტორიაში არც კი შეიძლება იყოს სხვა დღესასწაული. თვით უფალი განკაცდა, ის მოვიდა მიწაზე, ღმერთი თვით. მეორე შობის რეალურობა. რა შეაქვს შობის რეალურობა? ღმერთი გახდა ადამიანი. შობის რეალურობა ის არის, რომ იესო ქრისტე იყო ნამდვილი ადამიანი სისხლით და ხორცით. ის განკაცდა. ეს არ არის მითი ძვირფასო და ზღაპარი ან ლამაზი ისტორია. ფილიპელთა 2:7-ში წერია, არამედ წარმოიცალა თავი, მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი, შესახედოებით კაც დაემსგავსა. და ღმერთმა თვით ისურვა ურთიერთობა ადამიანთან. ამიტომ გახდა ადამიანი, თვით ღმერთი. ითი ვგავს იესო ჩვენ. რა თქმა უნდა, ის იშვა, როგორც ჩვენ ვიშვებით, თვითონ ჩვენთაგანი, მრავალი მილიარდი ადამიანი იშვა მიწაზე, როგორც სხვა ბავშვები ვით, ჩვენც ვიშვით მასავე. ის არ მოსულა აქ მიწაზე ძარ ზეიმით, ამე დღესასწაულ განსაკუთრებულობით, რომ დაენახა სხვას მისი შობა. ძვირფასო. ის იშვა ბეთლემში, ვიცით, ის ჩააწვინეს ბაგაში და ის იშვა როგორც ყოველ ჩვენთაგანი. ის იზრდებოდა, ასე წერია ლუკას სახარებაში 2:52 მუხში, მეორე თავის 50, ის იზრდებოდა. წერია, იესოს ემატებოდა სიბნე და ტანი. ის იზრდებოდა ჩვენ შორის, ის იყო ადამიანი, იზრდებოდა როგორც თვითონ ჩვენთაგანი. ის გამოიყურებოდა ჩვეულებრივად, ამე განსხვავებული, განსაკუთრებული არ ქონდა მას. ის მუშაობდა ხუროდ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც სხვა ადამიანები. და ეს არის შობის რეალურობა, ძვირფასო. და ისე წერია, რომ ის გამოიცადა, ძვირფასო, როგორც ყველა ჩვენთაგანი. ყველაფერში გარდა ცოდვისა. ებრაელთა წერილში წერია ეს ამის შესახებ, მე-4 თავის მე-5 ბოლო მუხლებში. ის უკვლავდებოდა ყოველი ეს. იგივე გრძნობებს, რა ჩვენშია, იგივე სურვილები ქონდა, იგივე განცდები ჩვენ უფალს. ის არ ნებდებოდა არასოდეს. მან იცის და ესმის ჩვენი გრძნობები, ჩვენი სურვილები, ჩვენი განსაცდელები, მან გადაეტანა განსაცდელები, ძვირფასო. ის იტანჯებოდა, ძვირფასო, როგორც ჩვენ, ის განიცდიდა იმედგაცრუებას, ის განიცდიდა ტკივილს, როგორც თვითონი ადამიანი, ის ნაღვლიანობდა, ტიროდა და ის იყო ადამიანი. ის გრძნობდა, ზოგჯერ კი მარტობას განიცდიდა. ჩვენი უფალი. მათეს სახარებაში წერია 26:38-ში, ეს ჩვენ გვახსოვს. დამწუხრებულია ჩემი სული, უფალი ამბობს, სიკვდილამდე, სასიკვდილოდ. იესო მიცოდა, რომ ტკივილი და სტრესიც. იესო გახდა ისეთივე, როგორც ჩვენ ვართ, რათა ჩვენ შევძლოთ, გავხდეთ, როგორიც ის არის. ამაშია ძვირფასო შობის რეალურობა. მისი სინამდვილე. მესამე, რომელიც ჩვენ მიზეზი შობისა, ის იესო მოვიდა, რომ მოხდეს. ძვირფასო, იესო არ დარჩენილა ბაგაში, ის ნებაყოფლობით ავიდა ჯვარზე ჩვენთვის, გაიღო თავისი სიცოცხლე. დაემდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე. ჯვარცმით სიკვდილამდე, ასე ვკითხულობთ. ამის მიზეზი ფილიპელთა 2:8-ში, ამის მიზეზი ის იყო, რომ გაეცხადებინა ღვთის სიყვარული და ასევე საფასური გადაიხადა ჩვენი ცოდვებისათვის. ორი რამ იყო მიზეზი. გაცხადებულიყო ღვთის სიყვარული, ღვთის სიყვარული ჩვენდამე, რა თქმა უნდა, მამისადმი მორჩილებით მან გამოხდა მამისადმი სიყვარული და მეორე იყო გადაიხადა საფასური ჩვენი ცოდვებისათვის.
ეს იყო მიზეზი ძვირფასო. ბიბლია ამბობს, მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს, რომელთა 5:8, სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოვიდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილი ვიყავით, ის მოქმედებდა სიყვარულით. და თუ რამდენად უყვარვართ მას, ჩვენით უნდა შევხედოთ ჯვარს. მან დაეთმინა ჯვარი ჩვენს გამო. და თუ რამდენად უყვარვართ ჩვენ ქრისტეს, ხედავთ ჯვარში, რომელზეც ის იტანჯა ძვირფასო. მან გადაიხადა საფასური ჩვენი ცოდვებისათვის ძვირფასო. ბიბლია ამბობს, საჯელი ცოდვისა არის სიკვდილი, ხოლო ღმერთის ნიჭი მარადიული სიცოცხლე. 1 პეტრეს წერილში ვკითხულობთ მეორე თავის 24 მუხში, რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ჯვარზე, ძელზე, თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მტრებმა, სამართლიანობის სიმართლისათვის ვიცოცხლოთ, ვისი ჭრილობითაც ჩვენ განმიკურნეთ თვითონ ჩვენთაგანი. ის რაც გააკეთა ღმერთმა 2000 წლის წინ ძვირფასო, მას დღესაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი ცხოვრება და ახლავე შეუძლია შეცვალოს. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მიტევება ჩვენი ცოდვებისა და ამისათვის შეიძლება ასევე მოგვიტოვოს ის ცოდვები, მან ყველა ცოდვისათვის გადაეხადა საფასური, რომელიც მომავალში შეიძლება ჩავიდინოთ ჩვენ. იესო მოვიდა ამ ქვეყნიერებაზე, რომ გამხდარიყო ქვეყნიერების ხსნელი. ხსნა იყო მხოლოდ იესოში ძვირფასო. ეს ნიშნავს იმას, რომ მან ჯვრის მეშვეობით მოგვიტანა განთავისუფლება საჯელისაგან, ყველა დანაშაულისაგან და მის დამირწმენით ჩვენ ვღებულობთ ხსნას, გადარჩენას, მისი ხვეპლის სადმირწმენი ძვირფასო, რომ იესომ შეასრულეს ჩვენთვის თვითონ ჩვენთაგანისათვის. მან მოგცა მარადული სიცოცხლე. ის ცოცხალია. მისი მისი არის მიგვიყვანოს თავის სახლში, მამასთან ძვირფასო, ზეცაში. ეს იყო მისი მიზეზი. ეს არის მიზანი მისი შობისა ძვირფასო. და რა არის შობის შედეგი? შობის შედეგი ის არის, რომ უფალი იესო ქრისტე გახდა თვითონ ჩვენთაგანის უფალი. ის არის უფალი, ჩვენი ცხოვრების მეუფე. ის მართავს ჩვენ ცხოვრებას. ჩვენ მისი ნაყოფები ვართ. მისი შობის შედეგი ვართ. თვითონ ჩვენთაგანი, ვისაც წამს იესო ქრისტე და მას ყავს უფალი იესო ქრისტე თავისუფლად და მსნელად. და ახლა წერია ფილიპელთა მეორე თავის 9-11 მუხლებში, ამიტომაც ღმერთმა აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი, რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და ქვესკნელისმა და ყველა მენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი მამა ღმერთის სადიდებლად. იესო აღასრულა თავის მისია ძვირფასო, რომელიც აუწყეს, რომელიც მისია აუწყეს ანგელოზებმა, ჩვენ გავიხსენოთ ქრისტეს შობის დღეს. ეს წავიწყეთ პირველივე მუხლიდანვე. ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთ იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. რას ნიშნავს დღეს? იყო ქრისტიანი და იყო მორწმუნე და იყო გადარჩენილი. ეს ნიშნავს ვთქვათ, რომ ეს უნდა ვთქვათ, რომ იესო ჩემი უფალია. ეს არის შობის შედეგი. მე ვიცნობ მას, რომ ის ღმერთია. მე მწამს, რომ ყველაფერი მის ხელებშია. მე სრულიად მას ვეკუთვნი. მე ჩემ თავს ვუძღვნი მას და ჩემი მომავალი არის მის ხელებში. და რომელთა წერილში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს. 10. ამიტომ რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, იესო უფალია და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი, მტრეთით გადარჩები. და ეს იესო უფალია იყოს ჩვენ ცხოვრებაში ლეიტმოტივი. ყოველთვის უნდა ვამბობდეთ გასაჭირში, სიხარულში, განსაცდელებში, რომ იესო არის ჩემი უფალი. ის მეუფებს ჩემ ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ მისი მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით. და იესო რომ უფალია,
დღეს ვხედავთ ერთმანეთს ჩვენ, ის არის ღმერთის შედეგი ჩვენ რომ ვიმყოფებით აქ. და დიდება უფალს ამისათვის, რომ ჩვენ ვართ მასში, ის არის ჩვენში და ის მეუფებს ჩვენ ცხოვრებაში. და უფალმა გაკურთხოთ, იღავით კურთხეული. ახლა ვიგალობებ, შემდეგ ვილოცებთ.